საღამო მშვიდობისა მაესტროს ეთერშია კვირის ინფორმატორი, რომელიც ბოლო 2 თვის ტრადიციის მიხედვით ამტანური მშფოთვარე ცხოვრების დეტალებზე გესაუბრებათ და უფრო დაწვრილებით დღევანდელი გამოშვების შესახებ ჩვენი ანონსიდან შეიტყობთ. ამტანის საკვირაო დღიური, ანუ ფერად სახლში გატარებული მერვე კვირის მოკლე მიმოხილვა. ფენახევრის შემდეგ შინ დაბრუნებული ამტანი ემოციებს ვერ ფარავს. სტუდიის სტუმარი გვანცა პაპუაშვილი. კვირის ინფორმატორის ტრადიციული ტელეპორტრეტის გმირი ბატონი გელა ჩარკვიანი. ფერადის სახლის ბინადართა ცხოვრებაში მოვლენები ელვის სისწრაფით ვითარდება. განსაკუთრებით ამ ბოლო კვირის განმავლობაში ვერცერთი ამტანი ვერ დაიწუწუნებოდა ერთ ქართულ მწერალს დავესესხები. დღეები ბებიაჩემის გამომცხვარი ჭადები ვიდგანანო ერთმანეთს, რადგან ყოველი დილა მათთვის აბსოლუტურად ახალი ემოციებითა და ახალი დავალებებით იწყებოდა. ყოველ შემთხვევაში კვირის განმავლობაში არც ერთ დღეს არ ჩაულია მათთვის წინა საღამოს დაწყობილი გეგმის მიხედვით. თუ უფრო დაწვრილებით და დეტალურად გაინტერესებთ როგორი იყო ამტანთათვის მერვე კვირა, უყურეთ კვირის ინფორმატორის საკვირაო დღიურს. გასულ კვირას ფერადის სახლი კიდევ ერთმა მოთამაშემ სერგი ღვინჯილიამ დატოვა და ამტანის რიგებს ბოლო მოთამაშე ირაკლი ფხალაძე შეუერთდა, რომელიც სახლში შესვლის დღიდან აშკარად შეეცა და ამავე რიგებში სრულუფლებიან წევრად გაერთიანებულიყო. ამის გარდა გასული კვირა ფერად სახლში ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული და ხმაურიანი აღმოჩნდა. ამავე ხმაურს კი რამდენიმე სერიოზული მიზეზი ჰქონდა. მათ შორის პირველი მიზეზი კვირის დასაწყისში წამყვანის მიერ სანდროსა და გვანცას დანათესავების შესახებ გამოთქმული აზრი აღმოჩნდა, რამაც მალევე გააჩინა უთანხმოება სანდრო ჟღენცსა და ნატა გულიაშვილს შორის. დანათესავების შესახებ გაკეთებული განაცხადის შემდეგ გვანცასა და სანდროს შორის განსაკუთრებულმა იდილიამ დაისადგურა. უყურადღებობის გამო ნატა გულიაშვილს წამყვანმა მიკროფონი ჩამოართვა, რის გამოც მოთამაშეს ფერადის სახლის დანარჩენ წევრებთან საუბარი აეკრძალა. თუმცა საკუთარი აზრის გამოთქმასა და გადმოცემას იგი მუნჯური ჟესტიკულაციით მაინც ახერხებდა. ამავე მიმართულებით ნატა გულიაშვილი მალე ისე დახელოვნდა, რომ ამტანები უკვე უპრობლემოდ იგებდნენ მის საუბარს. საბოლოოდ კი მოთამაშე ისე შეეჩვია ახალ მდგომარეობას, რომ მიკროფონის დაბრუნების შემდეგაც დიდხანს ვერ ელეოდა მუნჯურ ჟესტებს. აგედა ხოთ ერთი გაიჩინე. ანა. და მე რა დავიწყებ უკვე? ახალი მოთამაშე ირაკლი ფხალაძე მალევე მოხვდა კურიოზულ სიტუაციაში. მას ჯერ დღის ბოლოს შტაბ-ეშტილებების ოთახისკენ მიმავალი გზა აერია და ამავე ოთახიდან გამოსვლისას რთულად მიხვდა საით უნდა წასულიყო. ბოლოში ნატა გააკეთებს და მე უნდა გითხრა, რა ეს რაღაც კუდებზე და რაღაცებს. მე არ მორჩა. ამავე დღეს ფერად სახლში მოთამაშეებმა უკვე ტრადიციული ამტანი ინფო მოამზადეს, რომლის წამყვანის ამჯერად გვანცა პაპუაშვილი აღმოჩნდა, მუნჯ მეწყვილე ნატა გულიაშვილთან ერთად. ამავე გამოშვებაში მაყურებელმა ბრმა, ყრუ და უსინათლო წამყვანებიც იხილა. გამარჯობა. ეთერში ვარ, ხო? კი, ეთერში ხარ სანდრო. ძირფასო ტელემაყურებლებო, გამარჯობათ. დღეს საით ვართ? აი ეგრე. აბა, ესე? ძირფასო ტელემაყურებლებო. გეტყვით რომ შვენიერი ამინდი გველოდება დღეს ღამე ჩვენ საით სწორად იყურები? კი, სწორად იყურები. აი იქით? იქით? არა, იქით არა. ხო, ესე იგი მინდა გითხრათ რომ ლიმნის ოთახში ხვალ იქნება 57 გრადუსი და მწვანე ოთახში იქნება 69. ბიჭებო, რა ხდება? ჩხარა, ბიჭებო. რა არის? ნახეთ რა არის ვანაში. რა არის? სახალში იყო შენში, ნახე. რა არის კიბორჩხალა თუ ისა რა? ობობაი. რომელია? აგი? შავი. ხო. ობობაი. ახლა ობობა. სხვათა შორის გასული კვირა იმითაც იყო განსხვავებული, რომ ამტანებს 2 დღის განმავლობაში წამყვანი მამუკა ღლონდი არ უნახავთ და ამავე დროის განმავლობაში ისინი არც გუდვილში წასულან. ამიტომაც 6-ვე მოთამაშე მხოლოდ ქალბატონი და ბატონი ხმების ამარა იყვნენ დარჩენილი. ასეთ მდგომარეობაში მათ მოულოდნელად აბაზანაში საშიშ მწერებთან შერკინებაც კი მოუხდათ.
აბაზანაშივე იყო ვოკალური შესაძლებლობების დემონსტრირების ეპიზოდებიც. ამ მხრივ განსაკუთრებით სანდრო ჟღენტი აქტიურობდა. აბაზანის მიღმა კი კონსერვატორია დამთავრებული ნათია ბუცხრიკიძე ამტანებს დიდი მონდომებით ამეცადინებდა ხალხურ მუსიკასა და ცეკვაში. სამხაში ვენახი ხო არა მომხეცთ. სამხაში თუ ძალიან ძნელია. ვენახი აი გუში მაგალითად პირველი ძირითადი სამხშო გაგეცდა. მალე ფერად-სახლში კიდევ ერთხელ შეიტანეს შავი ყუთი, რომლის ჩიქთავსიც ამტანებს ხუთლარად უნდა შეეძინათ. 2 დღის უნახავი წამყვანის გზავნილი მათ ამ თანხად არც თუ ხანგრძლივი ბჭობის შემდეგ შეიძინეს და მასში აი ასეთი რამ ამოიკითხეს. არ გავხსნათ. დაწერია? წერილი ამტანებს მამკა მონტისგან. ძვირფასო ამტანებო. არავითარ შემთხვევაში არ იყიდოთ ეს წერილი. გაუფრთხილდით ფულს. პატივისცემით მუღლონტი. ყველა დასხდით, მხოლოდ ნატას აქვს უფლება. კილკა იქნება. მორიგი შავი ყუთის გახსნის უფლება ქალბატონმა ხმამ ნატა გულიაშვილს დაავალა. დანარჩენ ამტანებს კი სთხოვად დამსხდარიყვნენ. თუმცა მოთამაშეებმა ეს მითითება არ შეასრულეს, რაც წესების დარღვევად ჩაითვალა. იმისთვის რომ შავ ყუთში აღმოჩენილი 10 ლარი შეენარჩუნებინათ, ამტანებს შესთავაზეს 3 საათის შეუსვენებლად ეცეკვათ, თანაც ისე რომ ოთახიდან არ გასულიყვნენ. ასეთ არც თუ ადვილ პირობას ამტანები საბოლოოდ არ დათანხმდნენ. იმისთვის რომ ყველაფერში კარგად გარკვეულიყვნენ, მომდევნო დღეს ფერად-სახლში მამუკაღლონტი ვიდეო ჩანაწერით შეიარაღებული შევიდა. ო, ყველა დავსხდეთ, დააკვირდით. დაახლა. აი, ხედავთ? აი, უყურეთ ახლა ცეკვაზე ვენ ამბობს თანხმობას. თანახმოვარ თქვა ჩიგომაც, თანახმოვარ თქვა. თანახმოვარ თქვა. თქვენ ყველა თქვით რომ თანახმოვართ და მერე დაიწყეთ პირობების დაზუსტება. თუ ამტანები წყლით სავსე ვედროდან ვაშლის ამოღება შეძლებდნენ, მათვე ვიტამინებით სავსე საკვებთან ერთად დამატებით თითო ვაშლზე 50 თეთრსაც მისცემდნენ. ვაშლებთან ბრძოლა ფერად-სახლში ასე მიმდინარეობდა. კარგად გზანდებოდეთ. Моя любовь, под обвалом плюю к тебе, доплыву, долечу, доеду. Рядом с тобой поселюсь, ты будешь рада такому соседу. Мы из России, народ простой, я тебе сразу скажу здорово. А ты улыбнешься и скажешь нет. Я так ждала тебя, Вова. 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 Вот там я так ждала тебя, Вова. Я так ждала тебя, Вова. ვეტერანმა ამტანმა სანდრო ჟღენტმა გასულ კვირას არც სტრიპტიზზე თქვა უარი და საკუთარი შესაძლებლობების დემონსტრირებას დანარჩენი ამტანების წინაშე ჩვეული ენერგიულობით შეუდგა.
გასულ კვირას ფერადსახში ყველაზე ხანგრძლივი დისკოტეკა გაიმართა. ამტანები 6 საათის განმავლობაში გაუჩერებლად ცეკვავდნენ. ამის გამო მათ დამსახურებულად მიიღეს დაპირებული პრიზებიც. თუმცა საყოველთაო დისკოტეკას ვერ შეუერთდა აჩიკო ლაპიაშვილი, რომელსაც თამაშის წესების დარღვევის გამო წამყვანმა აბაზანაში ხანგრძლივი ტყვეობა მიუსაჯა. სასჯელს მოთამაშე ამტანურად უძლებდა. მალე პროექტის წამყვანზე განაწყენებულმა სანდრომ და გვანცამ საუბარი რეიტინგების შესახებ წამოიწყეს. მაყურებლისთვის ცნობილია, რომ მამუკა ღლონტმა ნატა გულიაშვილს ნამდვილი ამტანი უწოდა, რამაც ზემოხსენებული ორი მოთამაშე აშკარად გაანაწყენა. ამიტომაც მათ ჩათვალეს, რომ წამყვანის ასეთი კომპლიმენტი სხვების რეიტინგებზე ცუდად იმოქმედებდა. თუმცა გვანცას და სანდროს ნამდვილად დაავიწყდათ ის ფაქტი, რომ მსგავსი კომპლიმენტებით წამყვანი ორივეს საკმაოდ ათამამებდა. მაყურებლისთვის ისიც ცხადი იყო, რომ გასულ კვირას რადიკალურად შეიცვალა სანდროსა და ნატას შორის დამოკიდებულება, რაც მუდმივად ხდებოდა დავისა და კამათის საგანი. როგორც აღმოჩნდა, ეს ყველაფერი ჯერ კიდევ საქართველოს ფოსტით შეტანილი გზავნილებით დაიწყო, რომელთა შორისაც სანდროსთვის გამოგზავნილი მაიკო მიქაბერეძის წერილიც იყო. მოკლედ, არც თუ უმიზეზოდ დაწყებული კონფლიქტი გასულ კვირას აქტიურად მიმდინარეობდა. შეხედე, ფეხებზე რო ეკიდო. გარბისი ღრიალეს ამ ყველაფრის შესახებ სანდრო და გვანცა ჯერ მშვიდად საუბრობდნენ. თუმცა სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც დიალოგში ნატა გულიაშვილიც ჩაერთო, რომელმაც კამათში პროექტით აკრძალული უცენზურო გამონათქვამებიც გამოიყენა. მართლა შეიცვალა, გაიგე შენ. არ მინდა რა სილხი რა ნატა რა ძალიან გთხო რა. დავით სირკოთე დიმიტრი. აიმე. ოჩახ, მაგინება, დედა მაგინება. გული გარვამოდი ყველაფერს რასაც გუშობდი დედამიწას მართლა შეიძლება. კარგი გოგო, რაგან ერლიო. დღეს და გუშინ სხვა მართლა ვაგერებ, მაგრამ ერთი კვირა თუ 5 დღე არ ვიცი ყველანაირად არ ვიცი რა. მე იაზმებოდი როცა შენ შემოგლი შენ გენაწვალი თითისწორებზე დავდივარ ხოლმე შენთან და რა გასიამოვნო და რა გაგიხარო და რატო გადამეკიდა რა რამ შეცვალა შენი ურთიერთობა არ ვიცი. На просто რა. მე რო ცუდი ურთიერთობა მქონდა შეთან, ვაფშე ხმას არ გაგცემდი რა. და დილას ნატა ვიბარჯიშობთ კი არ გეტყოდი. ვაფშე ყოველდღეს არ მოგაგცევდი რა. და არ უმსახურებ შენგან ეგეთ ნათქვამებს რა და გინებას მით უმეტეს კიდე. მე შენ გინება რა შუაში. ხოდა მაგრა გამიცხრე და მაგრა მაწყენი რა. მე მაგაზე ვთქვი. ხოდა მაგრა მაწყენი მე ხო ვაფშე რო იცოდე რა. მას შემდეგ, რაც ამტანებს შორის ვითარება ცოტა განეიტრალდა, სამეულმა სანდრომ, გვანცამ და ნათიამ ნატა გულიაშვილის საქციელს ასეთი განმარტება მოუძებნეს. გოგონებთან. იმის გამო რომ პროსტა პატარა დისკომფორტი არ შეუქმნა. აი, ჩემ შეყვარებულსაც ძალიან მიეჩვიანებდი. ეგ მიეჩვიანება რა, მაგრამ ნატა ჩემი აზრით ამბობს სულ სხვა რაღაცას. ნატა არის სხვანაირი ტიპის ადამიანი. ესეთი არ არის, ნატა გახდა ბოლოს ესეთი რა. არ გახდა. ერთმული რა. გახდა, ეხლა მე უკეთესად ვიცი რა. როდის გახდა რა? ამ და არა მხოლოდ ამ კამათის შესახებ სანდრო ჟღენტი ისე საფუძვლიანად ჩაფიქრდა, რომ მას სხვა მოთამაშეებთან ტრადიციულად გუნდურ ვარჯიში მონაწილეობის მიღების სურვილიც კი არ გაშენია. ვარჯიშის დროს ამტანი აი ასეთ მდგომარეობაში იმყოფებოდა. Нас генералами Песков зовут. Здесь наша жизнь, здесь наш приют. И 7 ветров нам колыбель поют. А слезы спать нам не дают. Нас генералами Песков зовут. И 7 ветров нам колыбель поют. ჯილეტის საჩუქრების მოსაპოვებლად მოთამაშე გოგონები დიდი სიამოვნებით შეეცადნენ სხვადასხვა წარმოდგენა გაეთამაშებინათ და პრიზებიც დამსახურებულად მოეპოვებინათ. მეეზოვეს კარატისტისა და ტერორისტის როლების განსახიერების გარდა სამივე ამტანმა გოგონამ კიდევ არაერთი მიმართულებისა და საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენა. შესანიშნავია, უკან მაყურებლებიც ჩანს. საერთოდ ჩვენ ტიტანიკიდან ავიღეთ. სპეციალური საზაფხულო შემოთავაზება
ზაფხულისთვის. ნახეთ, აქ არის პედიკურის გასაკეთებელი საშუალება, თავის საცხთან ერთად, რომელიც თქვენ თქვენ ფერი მოგწონთ. მალე ამტანები კიდევ ერთ თამაშში ჩაერთვნენ. ისინი საკვებს უკვე პირდაპირ ჰაერში იჭერდნენ. ეს წამყვანის მიერ სახლში შეტანილი კვერცხები აღმოჩნდა, რომლებიც მოთამაშეებმა მოგვიანებით გემრიელად მიირთვეს. არ გადააგდოთ ხალბატონ ნატა. შემდეგი ხალბატონი გვანცა და ბატონი სანდრო. ბრავო, ბრავო. და ისევ ნატა და ირაკლი. აი! როგორ დაიწყე გვანცა? 7 კვერცხი მოიგერიეთ. შესანიშნავია. მე მგონი ვერ მიხილავ ამ შაბათს გარეთ რა და დაგამშვიდებ ამითი რა. აი ამით, აი პროსტა მართლა არ ვიმსახურებ მაიკოსგან მე ესე წერილს რა. მალე ფერად სახლში კიდევ ერთმა ნაღმმა იფეთქა, რომელიც როგორც აღმოჩნდა ამტანებთან შეტანილ სანეტის მესიჯებში იყო ჩადებული. მაიკო მიქაბერეძის მიერ ნატა გულიაშვილისთვის მიწერილმა წერილმა სახლში დიდი ხმაური გამოიწვია. ამ ყველაფრის შემდეგ ნატა გულიაშვილი განმარტოების ოთახში დიდხანს დარჩა და სიტუაციაში გარკვევასაც დიდხანს ცდილობდა. სუქანი ქათმისგან, რატომღაც სანდროსგან შეიცვალა ჩემდამი დამოკიდებულება და ვერ ხვდებოდი რატო შეიცვალა და მე მგონი დღეს მივაგენი ამის პასუხს. გვიან ღამით ნატა გულიაშვილმა დეტექტიური კვლევაც კი ჩაატარა და მისთვის შოკის მომგვრელ ფაქტებსაც წააწყდა. და იმაგი სამსახურიდან გზავნის მაიკო. იკაიფე 52-დან 2 მესიჯი მომივიდა ცუდი რა. მაიკოსი და თავის ნეგაცის. კაიფერა. თან ორივე ქართულად, იმისიც ქართულად არის. მე მომატყუებენ და ინგა ქვია და გვარიც ვიცი და ეგა. აი ზუსტად ერთნაირი ნომრები აქვს. 62, 168, 188. და აი ვინ რას მომატყუებს პროსტა რა. 52-ში 2 ბანძი მესიჯი მომივიდა, ერთი მაიკო მიქაბერეთის და მეორე თავისი რძლის. აი პროსტა შენ თავს აი თუ ხვდებოდი ოდნავ მაინც აი რატოა ესე აგრესიულად განწყობი აი შენ ეგრევე იმას ქვენი რაღაცა ეგრევე ხვდები ვერ გაიგე რომ მაიკო უყვარს და აი მე აზე ხარ გოგო მართლა ეჭვიან მაიკო ეჭვიანობს ჩემზე და სანდროზე იკაი 14 ივლისს სანდრო ჟღენტი 23 წლის გახდა. იმისთვის რომ მოთამაშისთვის დაბადების დღე სათანადოდ აღენიშნათ, წამყვანმა ამტანებს ხინკლის გაკეთების უფლებაც კი მისცა. მანამდე კი ვიდრე რომელიმე მათგანი გუდილში წავიდა და იუბილას დანარჩენი ხუთეული დაბადების დღეს ასე ულოცავდა. ამ დღეს საყიდლებზე ირაკლი ფხალაძე წავიდა, რომელსაც გუდვილიდან ამტანებისთვის უჩვეულოდ ბევრი პროდუქტის წამოღება მოუხდა. მასვე ჰიპერმარკეტიდან იუბილარისთვის ტორტიც კი გამოატანეს. ერთი სალიეს მორჩი ბულკი და შოკოლადი არის. დაბადების დღისთვის ხინკალს ამ მიმართულებით არც თუ დაოსტატებული ამტანები აი ასე აკეთებდნენ. კაუზის რაოდენობით გადმოვიღოთ ხინკალი. ჩვენერია, ჩვენი შესახედაობად არა უშავს. შეახვია ჩვენმა მუსიკოსმა. ცოტა უმია. სხვათა შორის ხინკლის გარდა წამყვანი ამტან სანდრო ჟღენტს 3-დან 1 სურვილის შესრულებასაც კი დაჰყირდა. როგორც მოსალოდნელი იყო მოთამაშემ მაიკო მიქაბერიძესთან შეხვედრა მოისურვა, რაც მას აუსრულეს კიდეც.
მაიკო მიქაბერიძესთან შეხვედრა ფერადსახში უბრალოდ არ დასრულებულა, როგორც აღმოჩნდა, ბატონ სანდროს გარე სამყაროს რეაქცია მისი და მაიკოს ურთიერთობის შესახებ მოსვენებას დიდხანს არ აძლევდა. ამიტომაც საყვარელ ადამიანთან შეხვედრისას მან პირადი შეკითხვებისგან თავი ვერაფრით შეიკავა. საბოლოოდ სანდრომ გადაწყვიტა ყველაფერი თავადვე გაერკვია თამაშიდან გამოსვლის შემდეგ. ქალბატონმა ნატამ კი იფიქრა უთანხმოებისა და გაუგებრობისთვის ერთხელ და სამუდამოდ დაესვა წერტილი და ასეც მოიქცა. ამასთან სახლში შეტანილმა წითელმა ღვინომ ნატას მეტი სითამამე შემატა და მაიკო მიქაბერიძეს მომავალი დანათესავების შესახებაც დაეკითხა. მეჯვარე ვარ ხო წინააღმდეგი ხარ. ამიცი, ერთი ამას სულს მინდა გიხედები, წინააღმდეგი ხო არ ხარ. სანდრომ იმდენჯერ ახსენა 23-ის კი არა, 3 წლის გავხდიო, რომ მისი და დანარჩენი მოთამაშეების გასამხიარულებლად ფერადსახს მაესტროს წამყვანი წუნაც კი ესტუმრა. როგორ აჭამე შენ ხივალი ბატონ მამუკას ული მოდი სანდროს ნურაპეს უნდა აბრალე პირიქით მოვარცხად მაგარიტაში მიულოცოთ კიდევ ერთხელ გვიან ღამით ძეიმი დასრულდა, სანდრო ჟღენტი კი სერიოზულად ჩაუფიქრდა საკუთარ გრძნობებს. ყველამ ეგ მაგაზე არ ნერვიულ არ მინდა რა ხო კარგი გოგო მაი არა კი იმისთვის რომ დამატებითი საკვები მოეპოვებინათ ამტანური 6-ეული წამყვანის მიერ ფერადსახში შეტანილ კარტოფილს აი ასე ვწქმნიდა. გაფრთხილი უნდა იყოს ბოლომდე. იმის გამო რომ სანდრომ და ნატამ სახლში შეტანილი წერილები დაუკითხავად წაიკითხეს, წამყვანმა მათ სააბაზანოში არც თუ ხანმოკლე პატიმრობა მიუსაჯა. სააბაზანოში კი ორ ამტან შორის აი ასეთი სცენები იმართებოდა. Мимо красного яблока заката, облака из неведомой страны к нам спешат и опять бегут куда-то. ტრადიციულად პარასკევს ფერადის სახლის მცხოვრებ 6-ს მუსიკალური სტუმრები ჰყავდა. ვიდრე ლექსენსა და ბიგთიკოს მოусმენდნენ, მანამდე ორივე რეპერს ამტანებმა ხალხური შემოქმედება წარუდგინეს. სამხატვრო ხელმძღვანელ ნათია ბუცხრიკიძის ერთკვირიანმა მუშაობამ ამტანებში შედეგი ნამდვილად გამოიღო. შაბათს ამტანებმა კიდევ ერთი დავალება მიიღეს. მამუკა ღლონტის მითითებით მთელი დღის განმავლობაში ნათია ბუცხრიკიძეს უნდა ედირიჟორა, ნატა გულიაშვილს უნდა ეყვირა, გვანცას ეცინა, აჩიკო ლაპიაშვილს უნდა ემღერა, ირაკლის კი ლექსები უნდა ეთქვა. ამასთან სანდრო ჟღენტი წამყვანმა ნატას ხელქვეითად დანიშნა. დანარჩენი ორი გოგონას მომსახურეობა კი აჩიკომ და ირაკლიმ გაინაწილეს. მალე 6-ეული გუდვილში ერთად წავიდა. ჰიპერმარკეტიდან დაბრუნებულ სანდრო ჟღენტს კი აი ასეთი რამ შეემთხვა. Haven't we met? You're some kind of beautiful stranger. You could be good for me. I have a taste for danger. If I'm smart, then
You're the devil in disguise. That's why I'm singing this song. To know you is to love you. You're everywhere I go, and everybody knows. To love you is to be part of you. I pray for you with tears and swallow all my pride. Ready to rise, revolution televised. ტრადიციულად შაბათ საღამოს განმარტოების ოთახში ამტანებმა ერთმანეთს მორიგი განაჩენი გამოუტანეს. როგორც მოსალოდნელი იყო გოგონების კვირაში მთავარი ბრძოლა ნატა გულიაშვილსა და გვანცა პაპუაშვილს შორის უნდა გამართულიყო და ასეც მოხდა. თუმცა თამაშს არც ნათია ბუცხრიკიძე ჩამორჩა. საბოლოოდ ხმები ასე განაწილდა სამივე გოგონამ გაგდებაზე ორ-ორი ხმა მიიღო. რადგან იმუნიტეტი ამ კვირაში ნატა გულიაშვილს ჰქონდა, თამაში მის მიერ დასახელებულმა გვანცა პაპუაშვილმა დატოვა. ამ კვირას ფერად სახლში უკვე 5 მონაწილე დარჩა, რაც იმას ნიშნავს, რომ თამაში ყველაზე დაძაბულ ეტაპზე გადადის. შევიდა მიდი Moeshwi, tonebrit, nura persemonebri. Tu khatibi gamdani, unda gerkos samdani. Moeshwi, tonebrit, nura persemonebri. Tu aidan bera mesve darda kleben bera შეგახსენებთ მაესტროს ეთერში ისევ კვირის ინფორმატორია. როგორც ნახეთ, დამთავრდა გვანცასთვის ფერად სახლში ყოფნის თვენახევარი, თუმცა ამტანური ცხოვრება ჯერ არ დასრულებულა. გვანცა პაპუაშვილი ისევე როგორც პროექტის ყველა მონაწილე შოუს დამთავრებამდე ინარჩუნებენ ამტანის საპატიო სტატუსს. მოკლედ ეს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ამტანი დღეს კვირის ინფორმატორის სტუდიის სტუმარია. თქვენ კი შესაძლებლობა გაქვთ დაურეკოთ და გაესაუბროთ მას პირდაპირ ეთერში ნომერზე 91 00 და ასევე მხოლოდ მაგთის აბონენტებს მე შევახსენებ 200-222-ზე თქვენ შეგიძლიათ გამოუგზავნოთ მას SMS-ები, რომლებსაც გვანცა წაიკითხავს არა მხოლოდ პირდაპირ ეთერში ყოფნის პერიოდში, არამედ ეთერს მიღმაც, ასე რომ მოემზადეთ და იაქტიურეთ, თუმცა სანამ გვანცას გავესაუბრებით, ნახოთ როგორი იყო მისთვის ის ღამე, რომელიც გაატარა მან უკვე ფერადის სახლის ღურბლის გადმობიჯების შემდეგ. სტომარაც თავის დროზე დაუშვა ლაშა. შაბათს პროექტი კიდევ ერთმა მონაწილე გვანცა პაპუაშვილმა დატოვა. ფერად სახლში თვენახევრიანი ცხოვრებისა და თამაშის შემდეგ გვანცამ ადვილად მოახერხა მაყურებლის სიმპათიის დამსახურება, რასაც რამდენიმე კვირის განმავლობაში მისთვის გაგზავნილი SMS-ების რაოდენობაც მოწმობდა. თუმცა ბოლო კვირას მაყურებელს თანაგრძნობა უფრო ნატა გულიაშვილის მიმართ გაუჩნდა, რაც ერთგვარად ექს-ამტან მაიკო მიქაბერიძის ნატასთვის გაგზავნილ მესიჯებთანაც იყო პირდაპირ კავშირში. საბოლოოდ ამ ყველაფერმა გასულ კვირას ნატა გულიაშვილის რეიტინგის მომატება გამოიწვია. თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად თავის გადარჩენა გვანცას მაინც შეეძლო. იმ შემთხვევაში თუ იგი თავის პირდაპირ კონკურენტ ნატა გულიაშვილს კი არა ნათია ბუცხრიკიძეს დაასახელებდა, მას თამაშის დატოვება აღარ მოუწევდა. მოკლედ ბოლო კვირას გვანცა პაპუაშვილმა ზუსტად იგივე შეცდომა დაუშვა, რაც თავის დროზე ერთ-ერთმა პოპულარულმა ამტანმა ლაშა ჩხარტიშვილმა. მან ძლიერი მოთამაშე ნატა გულიაშვილი დაასახელა, რამაც საბოლოოდ მისივე პროექტიდან გამოთიშვაც განაპირობა. შაბათ საღამოს კენჭისყრის შედეგების გამოცხადების შემდეგ გვანცა პაპუაშვილის ფერადის სახლიდან გასვლის სცენა ტრადიციულად დრამატული არ ყოფილა. ამტანებმა პოპულარული მოთამაშე სახლიდან ცრემლების გარეშე გაუშვეს. როგორც მოსალოდნელი იყო თამაშიდან გამოთიშულ გვანცა პაპუაშვილს სახლის გარეთ თაყვანის მცემელთა მთელი არმია ელოდა.
მათ შორის როგორც წესი ყოფილი ამტანებიც იყვნენ, რომლებიც ტრადიციულად ყოველ შაბათს გაგდებულ მოთამაშეს ფერადსახთან ხვდებიან. ძალიან ვინერვიულეთ ყველამ და მე მინდა ერთი რამე ვთქვა, რომ ესე იგი დღეს მივხვდით, უბრალოდ მე პირადად გუშინ მივხვდით და ჩვენ ყველა ამტანი დღეს მივხვდით, რომ ჩვენთვის სულ ერთია რა ვინ მოიგებს რა. ყველანი უდგავართ ერთმანეთს მხარში და ერთმანეთზე ნერვიულობთ და ერთმანეთი მეტნაკლებად გვიყვარს მოგწოს ამას მნიშვნელობა არ აქვს და ძალიან ვინერვიულეთ რა. აი ვინც არ უნდა გამოვარდნილიყო ზუსტად ისე ვინერვიულებდით როგორც ვინერვიულეთ და რა ვიცი ძალიან გვიყვარს გვანცა და ბალეში ყავს და პრინციპში უხარია კიდევაც გარეთ არის და მეგობრობას დაგვიწყე. ტრადიციად გვექცა უკვე რომ ვინც არ უნდა გამოვარდეს მართლა სულ ერთია ვინ გამოვა ჩვენ 13 ვართ მეგობრები ნუ მეტნაკლებად ასე თუ ისე გამოვა სულ ყველა და უკეთ გავიცნობთ ერთმანეთს უკვე ჩვენს ქალაქში ჩვეულებრივ ვითარებაში და არა ამტანის სახში ძალიან გული დამწყდა გვანცაზე რომ გამოვარდა მაგრამ ამ თამაშის პრინციპი როგორც ხვდები ყოველთვის ესე ხდება რომ ძლიერს ასახელებენ ასევე გვანცა იყო ძლიერი და არისო გასაკვირი ვთქვათ მე მოველოდი ამას რომ ნათიას არ დაასახელებდნენ იმდენად და ნათიაზე ზეწოლა არ იქნებოდა რამდენადაც ვთქვათ ბრძოლა წავიდოდა ნატას და გვანცას შორის გავაფრთხილე ეს ბავშვი რომ არ დაგინახო გარეთ გამოსული მეთქი და არ დამიჯერებოდა იმედია სხვა დროს დაგვიჯერებს ხოლმე და აღარ გამოვა ხოლმე სხვა დროს შევა ფერადსახში თვენახევრიანი ცხოვრების შესახებ შთაბეჭდილებებზე გვანცა პაპუაშვილი კვირის ინფორმატორს ემოციურად ესაუბრა. მე ვარ უბედნიერესი რა ვიცი ისეთი ბედნიერი ვარ რომ ხმა არ ყოფნის ძალიან აღელვებული ვარ და ნამდვილად არ მოველოდი ამდენ ხალხს თუ უყვარდი და ჩემთვის მე გამარჯვებულად ვფლი ჩემ თავს იმიტომ რომ დავიმსახურე ხალხში სიყვარული და პატივისცემა დიდი მადლობა ქართულებს დიდი მადლობა მთელ საქართველოს და თბილისისთვის მე თქვენ ყველანი მიყვარხართ კინოწოლა თქვენი გვანცა პაპუაშვილი მაგრამ მიყვარხართ აი ყველა ძალიან მაგრამ მიყვარს და გაოცებული ვარ აღთვალებას ვერ ვმალავ და გაოგნებული ვარ რა სახში დამოწყნარებლებს დავიღებ რაღაც მომენტში რთული იყო რაღაც მომენტში არა ქონდა ის მომენტებიც რომ რაღაც დეპრესიული მომენტებიც ქონდა მაგრამ ყველა იქ მივდიოდი იმიტომ რომ ამეტანა ყველაფერი და ძალიან რთულიც არ იყო რა მაგრამ კაი იყო რა ყველაფერი მაგარი იყო მაგიბედი ჩემოვედი და ყველა ჩვენგანი მაგიტო არის შემოსული რომ $5000 მოიგო. მე მინდა და ფილმის გადაღება და ეს ფული იმით ამჭირდებოდა, რომ ნარკომანია დღესდღეობით საქართველოში აქტუალური თემაა და ჩემი ფილმით მინდა დავუხმარებოდი ბევრ ახალგაზრდას. და რა ვიცი, არ წდება ეხა გული, იმიტომ რომ ხალხის სიყვარული დამსახურა და ეს ჩემთვის თავარი გახდა ამ მომენტისთვის. ებო! ენაცვალე! ჩავე! ჩემი რა ნახე. შილოჯერ მოდი ჩაგეხუტო, ბიძა! სახლში დაბრუნებულ გვანცა პაპუაშვილს ოჯახის წევრები და მეზობლები ხმაურით ხვდებოდნენ. მე ძალიან აქტიური გულშემატკივარი ვიყავი გვანცაში, მე აქვე ვცხოვრობ პეტრიაშვილის ქუჩაზე, მიუხედავად იმისა, რომ მას პირადად არ ვიცნობ, როგორც კი გამოაცხადა, რომ ვერელებულ მოგრობით, იმ წამს პირველი ვიყავი ერთ-ერთი, ვინც აქ მოვედი და აი შემიძლია ვთქვა, რომ ერთ-ერთი ქართულ ტელემაუწყებლობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტია და ასევე ერთის მხრივ მინდა დავძინო ისიც, რომ რაც შეეხება გვანცას, საკმაოდ მაღალი გემოვნების აზროვნება აქვს და ცხოვრებაში კარიერის წარმატების მხრივ ეს ძალიან გამოადგება, აი ამის თქმა მინდა. აუ რა მაგარია ეს ბოლო პერიოდში ცოტა არ იყოს ღელავდით, მაგრამ აი მართალი გითხრათ, მე მინდოდა რომ ვანზე დაბრუნებულიყო სახლში. რა ვიცი, ფიქრობდი რომ ალბათ გადაიღალა თქო, მაგრამ რა ვიცი, ვანცა მაინც ჩვეულ ამპლუაში იყო, ისეთი მხიარული იყო, ენერგიული იყო. აი რა მოხდა დღეს ვერ გეტყვით, ალბათ ისევ ვანცას შეცდომის ბრალია, რომ ალბათ ნათია უნდა დაესახელებინა და ალბათ არ გამოვარდებოდა, მაგრამ მაინც მიხარია, ჩემო შვილმა 5 მილიონი მოიგო, ხალხის ძალიან დიდი სიხარული. სიყვარული, ეს არის აი ჩვენი ოჯახისთვის უდიდესი სიხარულია. პირველი შესვლა გვანცასი მართალი ხოთ არ მომეწონა, იყო აჟიტირებული, ემოციურად ძალიან დატვირთული. შემდეგ ჩვეულებრივი გახდა ისეთი, როგორც იყო ცხოვრებაში. ზუსტად ისეთი, როგორც იყო ცხოვრებაში. ცოტა რო ეთამაშა გვანცას, ალბათ არ გამოვარდებოდა. მე ესე ვფიქრობ. როგორც გვანცაში მშილობდა, მე და ჩემი მეუღლე, ჩემი ქალიშვილი გათხოვილი თავის ოჯახში იყო და მე და ჩემი მეუღლე მშილობდა. ჩვენ სადილი არ გამიკეთებია მე სახში ნამდვილად და სხვადასხვა გუშინ მითხრა ჩემი მეუღლე ერთი გვანცა გამოვიდი სადილი გვექნება ალბათ ნორმალური სახში. უთანაგზნობდით ყველანაირად, არც მძინებია საერთოდ არც ერთი ღამე. აი თვე და 2 კვირაა ხო თუ არ ცდები და მე არ დამიძინია.
ბოლომდე სანამ ეთერი გაითიშებოდა უყურებდი. ნუ თუ არ ჩავთვლი იმ პერიოდს, როცა გაკვეთილები მქონდა, მაშინ ვერ უყურებდი ნამდვილად. ძალიან ბევრი გულშემატკივარი ყავდა გვანცას. აი უამრავ, იცით, რამდენი გვირეკავდა. სხვადასხვა დაგვირეკეს თურქეთიდან ქართული სადიასპოროდან, ინგლისიდან ქართული სადიასპოროდან, მითხრეს რომ გვანცას გულშემატკივრობთ. თბილისიდან თითქმის უმეტესობა გვირეკავდა და მეგონა რომ ხალხის ხარდაჭერა და იმუნიტეტი ექნებოდა, მჯეროდა, იმიტომ რომ ჩვენმა სანათესავმაც, ნაცნობებმა, თანამშრომლებმა, მეგობრებმა, რა ვიცი, სულ ყველამ ძალიან ბევრი დაუდგა გვერდში და უცნობების და ნაცნობების და რა ვიცი, რა მოხდა ვერ გეტყვი. რატო არ ქონდა იმუნიტეტი, არ ვიცი, ვერ გეტყვი. გვანცა ჩვეულებრივად მხიარულია, არის ძალიან მეგობრული, ვერ იტანს ჭორაობას, ძალიან მხიარულია, რა ვიცი, კიდე რა გითხრათ. არასოდეს ცუდს არ იტყვის არავიზე და არც არავის არ აპატიებს ალბათ მასზე ცუდი რო თქვა, მაგრამ მაინც გაწონასწორებული, აი ხლა უყურებდი ეთერ და სხვადასხვა ძალიან ბევრ რამეს ითმენდა და ჩერდებოდა და ჩუმდებოდა ალბათ, იმიტომ რომ წერილშიდაც მომწერა დედა კამათი ეკრანიდან ნამდვილად ძალიან ცუდად გამოჩნდება მე ტელეეკრანიდან რომ ვიკამათო, ალბათ აქ თავს იკავებდა. დღევანდელ დღეს მართლა ველოდებოდით გვანცას რომ გამოვარდებოდა რატომღაც მაინც, მაგრამ ბოლომდე მაინც არ ვემზადებოდით. მაგრამ მაინც აი ალბათ და ჩემი სიტყვა და ჩვენ მაინც უკვე გამარჯვებულები ვართ და გვანცა გამარჯვებულია იმიტომ რომ თელ თბილის უყვარს ჩემი და ვარ ძალიან ბედნიერები. გვანცამ დიდი სიყვარული დაიმსახურა. გვანცას მთავარი არის სიყვარული და არაფული, მეგობრობა და გამტანობა. ასე რომ დიდი მადლობელი ვარ მე გვანცასი, მთელი თბილისელების და ყველა მისი მეგობრების. გვანცა პაპუაშვილსა და ნატა გულიაშვილს შორის გასულ კვირას დაწყებული სერიოზული ორთაბრძოლა სწორედ გვანცას თამაშიდან გამოთიშვით დასრულდა. ამავე მოთამაშის ფერადის სახლიდან გასვლით პროექტი ამტანი ყველაზე დაძაბულ სტადიაში გადავიდა. თვენახევრის წინ ფერად სახლში შესული გვანცა პაპუაშვილი, რომელიც პროექტის წამყვანმა თავიდანვე მშვიდობის მტრედად მონათლა და მისივე მეშვეობით ამტანის სახლში მოთამაშეებს შორის არსებული დაძაბული ვითარება აშკარად განეიტრალდა, დღეიდან პროექტის თვალყურის დევნებას უკვე მაყურებლის პოზიციიდან გააგრძელებს. და აი ასეთი დადებითი ემოციები დატვირთული ამტანი გვანცა დღეს კვირის ინფორმატორის სტუდიის სტუმარია საღამო მშვიდობისაგან. როგორ გრძნობთ თავს? მიუხედავად იმ ყველაფრისა, რაც გარეთ დაგვხვდათ, მიუხედავად ამ ხელა სიხარულისა, ალბათ მაინც გერჩივნათ ფერად სახლში დარჩენ. რა თქმა უნდა, მერჩივნე, იმიტომ რომ ფერადი სახლი ის იყო, ფერადი სახლი და ფერადი ფერები და ძალიან მაგარი იყო. მაგრამ გარეთ რო გამოვედი, ხალხი ისეთი სიყვარული და ისეთი სიტყვით დავხვდა, რომ ძალიან გავბედნიერდი და ბედნიერი გავხდი. თქვენ გაიმეორეთ ფაქტიურად ლაშას შეცდომა, თქვენ რომ დაგესახელებინოთ გუშინ ნათია დარჩებოდით პროექტში, მაგრამ რატომღაც გადაწყვიტეთ ნატასთან შეერკინება. ეს მართლაც შეცდომა იყო თუ მიზანმიმართულად მოიქეცით? ან იქნებ დარწმუნებული იყავით იმაში, რომ იმუნიტეტი გექნებოდა? იცით რა არის, დარწმუნებული არ ვიყავი იმაში, რომ იმუნიტეტი მექნებოდა ნამდვილად. ვიცოდი რომ ჩემსა და ნატას შორის გაიმართებოდა ბრძოლა. მე შემეძლო დამესახელებინა ნათია ბუცხრიკიძე, მაგრამ არ დავასახელე, იმიტომ რომ რაღაც ჩემთან მართალი თამაში იყო, მაგრამ ჩემთან რაღაც მეგონა რომ მართალი არ ვიქნებოდი ნათია რომ დამესახელებინა. რა ვიცი, გადავწყვიტე რომ ნატა დამესახელებინა, იმიტომ რომ ძლიერი იყო. ანუ თქვენ გრძნობდით რომ ნათია რომ დაგესახელებინათ? მე ვგრძნობდი რომ თუ ნათიას დავასახელებდი, მაშინ დავრჩებოდი პროექტში. ეს ნამდვილად ძალიან ქველმოქმედური საქველმოქმედო საქციელია თქვენი მხრიდან, იმიტომ რომ ნათიამ რომ მოიგოს პროექტი, ჩათვალეთ რომ თქვენ მას აჩუქეთ $5,000. ძალიან კარგი ღმერთში იარგოს. ჩვენ მაყურებელი ყავს უკვე ხაზზე, საღამო მშვიდობისა გისმენთ. ალო. გისმენთ, გამარჯობა. გამარჯობა. გვანცა ძალიან მიყვარს, ძალიან კარგი გოგო ხარ, მხიარული, კეთი. დიდი მადლობა. აი დღედაღარ მეგიყურებდი მით უმეტეს ეს ბოლო კვირა და ის გული სულ ფიქრობდი რომ ნათიას ვიცი რომ არ დავასახელებს, იმიტომ რომ აი რაღაცნაირად აი გოგოზე ხარ შენ თქვი რომ ჩემ თავთან მართალი არ რაღაცა ვიცოდი რომ მართლა ეს გადაგარჩენდა, მაგრამ მაინც ძალიან კარგი გოგო ხარ და გული მწყდება რომ სანდრო ძალიან მოიწინა ხა უშენო ჩემ იმას ისი ამხნევდი მინდა და შენ და სანდრო დარჩენილი ხავით ბოლოს და მე რაც იქნებოდა იქნებოდა ძალიან კარგი გოგო ხარ და აი ყველაფერ კარგს გისურვებ, აბსოლუტურად ყველაფერ კარგს და შენ მშობლებს ძალიან დიდი მადლობა ასეთი კარგი გოგო, აი ბედნიერება გიხურებ ისე მიხარია, აი უღრმესი მადლობა. უღრმესი
მადლობა. დიდი მადლობა ესეთი სიყვარულისთვის. ძალიან დიდი მადლობა. გაიხარეთ. კარგად ჯანდებოდეთ. მე მინდა მაყურებელს თქვა, რომ შეიკავოთ ემოციები, იმიტომ რომ მე დარწმუნებული ვარ, გვანცასაც წამოვა ეხლა წრევლები თვალებიდან, ასე რომ გთხოვთ, რომ შეიკავეთ თქვენი ემოციები და ისე დაგოლაპარაკეთ. თქვენ გვანცა მართლა ძალიან ბევრჯერ გქონდათ მაღალი რეიტინგი, ძალიან დიდი სიყვარულით სარგებლობდით მაყურებელთა უმრავლესობაში. აი როგორ ფიქრობთ, რა იყო ის, რა ნიშნით უყვარდით მაყურებელს ასე და თუ გაქვთ ეჭვი, რის გამო შეიცვალა შემდგომ უკვე პოზიცია და გადავიდა პრიორიტეტი ნატას მხარეს? რა ვიცი, ჩემი აზრით მაყურებელს იმით უყვარდა და შემიყვარა, რომ ვიყავ ძალიან მეგობრული, მე მგონი არავისთან არ მქონდა ცუდი დამოკიდებულება და ჩემთვის თავარი იყო იქ მე არა რა თქმა უნდა $5,000 თავარი იყო. არა რაც მეგობრული ვიყავი და რატო შეიცვალა რეიტინგი რატო დამივარდა ვერ კეთილ. არა, დავარდნით ნამდვილად არ დაგვარდნით, უბრალოდ იმ კონკრეტულ მომენტში გაჯობათ ნატა. არ ვიცი, ასე არა, იმაგაზე ვიფიქრე, მეთქი მაგაზე რომ მილო პასუხი უნდა გავცეთო, მაგრამ ვერ მოვიფიქრე და რა ვქნა. მე მაყურებელს შევახსენებ ჩვენი ტელეფონის ნომერი 910063, ასევე SMS-ები შეგიძლიათ გამოგზავნოთ მაგთიკომის აბონენტებმა 200-222 და ჩვენ უკვე გვყავს მაყურებელი ნატა საღამომშვიდობის. გვანცა გამარჯობა გინით ძალიან მიყვარხარ მე პირადად თქვენ ნატას და სანდროს თანაბრად გულშემატკივრობთ მაგრამ ჩემი 8 წლის ხატია თქვენ გულშემატკივრობთ უღრმესი მადლობა ზოგჯერ 3 საათამდე 3:30-მდე ვისხედით და მასთან ერთად 8 წლის გოგონასთან ერთად თქვენ გიყურებით თქვენ არ წაგიგიათ თქვენ ფაქტიურად მოგებული ხართ ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ და მომეწონეთ თქვენი პატარა ხატია გისურვებ წარმატებებს და სულ ასეთი გამარჯვებული ყოფილიყავით. თქვენ არ წაგიგიათ, თქვენ გამარჯვებული ხართ. დიდი მადლობა ქალბატონო, დიდი მადლობა ესეთი სიყვარულისთვის. მადლობ ზარისთვის. გვანცა, ერთი შეხედვით ჩან ხარ ძალიან უკომპლექსო ადამიანი, ასე ჩანდა თავიდანვე პროექტში, თუნდაც ის რომ ამხელად მის გადაპარსვაზე დათანხმდით უპრობლემოდ ეს თქვენი მხრიდან ნამდვილად გმირული საქციელი იყო, თუმცა შემდეგ არაფრით არ გადაწყვიტეთ გეტარებინეთ ეს ახალი ვარცხნილობა. ხშირად მეჩვენებოდა თითქოს დეპრესიაში ვარდებოდი და ასეც ყოფილა ეს აღნიშნეთ თქვენ უკვე სიუჟეტში. აი რატომ ხდებოდა ასე კვანცა? აი რა გაღიზიანებდათ ამ ტანში ყველაზე ძალიან? ამ ტანში ყველაზე ძალიან რა მაღიზიანებდა და აი ჰიგიენასთან დაკავშირებით პრობლემები მაღიზიანებდა ყველაზე ძალიან. აი ეს ვაღიზიანებდა და აი თავი რომ გადავიყვარს რომ ჩავიხედე სარკეში გული გამისტა და მე SMS-ები მოდიოდა სანეტის მიერ გამოგზავნილი რომ კვანცა ჩამოიწიეთ მე საშინლად არ გიხდება კვანცა ჩამოიწიეთ თხოვთები და მე ავდეგე ჩამოიწიე და ამან უფრო მეტად დამაკომპლექსა და გავხდი ცოტა დაკომპლექსებული კიდე აი რით იზღუდებოდით კიდე კიდე რითი ვიზღუდებოდი თავიდან აი პირველად რომ შევედი ამ ტანში თავიდან ვიყავი ძალიან რაღაც ვერ მოვერგე სიტუაციას ჩემ თავს არ ვყავდი და ჩემ როგორც განშიტირებული ვიყავი ძალიან და მე თანდათან მოვერგე სიტუაციას და რა ვიცი მე მგონი ჩემი სათქმელი თქვია და გავიჩენე უამრავი მეგობრები 13 უახლოესი მეგობარი გავიჩენე თქვენ უკვე ყველა მათგან შევხვდით და ყველასთან დაამყარეთ კონტაქტი კი, ყველა შევხვდი და მე იმით ვარ ბედნიერი, რომ მქონდა საშუალება, რომ მქონოდა მათთან ურთიერთობა და გავიცანი ყველანი ძალიან კარგად და ყველასთან კარგი ურთიერთობა მქონდა. მე მგონი, რა ვიცი, ისინი ჩემს მიმართ ასე არიან გაწყობილები, იმიტომ რომ მე მათგან გრძნობ ძალიან დიდ სითბოს და ეს საინტერესოა მათი აზრი კონკრეტულად თქვენი ამტანობის შესახებ, ანუ როგორ მოთამაშეთ, რაც გეუბნებიან, როგორი ამტანი იყავით. ისინი თვლიდნენ მე ძალიან ძლიერ კონკურენტად და იძახდნენ რომ გვანცა შენ ძალიან ძლიერი ხარ, გვანცა შენ ძალიან ბევრი ენერგია გაქვს და რა ძლიერად თვლიდნენ და მეგობრულ ამტანად თვლიდნენ, რაც ძალიან მაღალისებდა. ჩვენ ისევ მაყურებელი ყავს საღამომშვიდობისა. გამარჯობა. გამარჯობა. გამარჯობა გვანცა. პირველ რიგში მოდი გეტყვი ვარ და მავიწყდეს, ვინც გეუბნება რომ არ გიხდებოდა გადაპარსული წები. არ არის, რომ ძალიან მომეწონა მე პირადად და მართლა გიხდებოდა. მეორე კიდე კითხვას რაც შეეხება, იცი რა მაინტერესებს? აი ხა შენ რაც შეხედი იქ ძალიან მართლა ყველას უყვარდი, მე ძალიან მოწოხარ და ხონდა მუდამ რეიტინგი რა, ასე რომ თქვა. როგორ ფიქრობ, რატომ მოხდა იმ ბოლო ხანებში, რომ აი ამ მიზეზით იყო, რომ რაღაცა მომენტში ასე რომ დავშოთ შენი რეიტინგი დაეშვა და მაგათა ნატასი
ავიდა ზემოთკენ, აი რამე მიზეზით შეიძლება და ამისი დაასახელო შენ. თუ გიფიქრია ამაზე. მაგაზე აი ესეთი კითხვა მქონდა. მაგაზე მიფიქრია და ფაქტორად მეორდებით, მაგრამ იქნებ მაინც დაფიქრეთ. ყველა მაყურებელს ძალიან აინტერესებს. ნუ რატომ მე კიდევ ერთხელ მინდა მაყურებელს უთხრა, რომ გვანცას რეიტინგი არ დაცემულა, უბრალოდ ძალიან თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობდა ბოლო დღეების განმავლობაში და იმ კონკრეტულ შემთხვევაში აჯობა ნატამ, თორე გვანცა საკმაოდ რეიტინგული ამტანია დღემდე. აუჩა, რატომღაც მაყურებელმა მე მგონი იფიქრა, რომ სანდროსთან რაღაც მოვილაპარაკე და გამოყავი სანდრო და მაიკო. და ეს არ იყო, მართლა არ იყო ესე და მე მგონი ალბათ მაგითო. სანდროს და ნატას ერთგვარმა დაპირისპირებამაც ხომ არ ფიქრობთ, რომ შეიძლება გამოიწვია ეს სწორედ ჩვენ მივედით იქამდე, რაც მაყურებელს უნდა და ალბათ რომ გეთქვათ ხმა მაყო. არ ვიცი, ალბათ. შეიძლება, მაგრამ მე არ ვიყავი მართლა. თქვენ და სანდრო საკმაოდ დაახლოვდით, დამეგობრდით, როგორც იქ ითქვა, თითქმის განათესავდით კიდეც და აი ამის გამო ერთგვარად მოეჩვენა ალბათ მაყურებელს, რომ ნატა დაიჩაგრა. თქვენ არ ფიქრობთ ასე? ნატა გულნატკენიც კი იყო ამასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ მოაკლდა სანდროს ყურადღება. ეს უკვე სანდროს საქმეა, ნატას მიმართ ყურადღება მოაკლდა თუ არა. სანდრო ნატასაც შესთავაზა მაჯვარეობა, ასე რომ მე და ნატაც ნათესავები გამოდიოდით და ეხლა იმას ვერ გეტყვით, მე მართლა ვიქნები თუ არა მაიკოს და სანდროს მეჯვარე, იმიტომ რომ თუ ისინი გადაწყვეტავენ რომ ერთად იყვნენ, მაშინ მაგ შემთხვევაში მეც და ნატას მათი მეჯვარეები გავხდებით და თუ არა ნახოთ და დავალოდოთ. თუმცა ეს ყველაფერი გუშინ გამოსწორდა თქვენ ერთად სამივეს არაჩვეულებრივად ნებივრობდით სამივენი ერთად არაჩვეულებრივად გაატარეთ საყამო. გვანცა მე ამ კითხვას უსაუ ყველა ამტანს და მაინტერესებს თქვენი აზრით. გავაძლევით ალბათ უფრო მეტად გააცნობიერებთ საერთოდ ამ პერიოდს თქვენი ცხოვრებისას, მაგრამ აი დღევანდელი გადასახედიდან როგორ ფიქრობთ, რა იყო ამტანი თქვენთვის? აი ჩემთვის ამტანი იყო ის რომ ბატონმა მამუკამ მოგცა ახალგაზრდებს როგორ ცხოვრა დამოუკიდებლად აკვეტანა ბევრი რამ და რაც თავია მოგცა ის რომ იმის საშუალება რომ გავიხალისეთ რამე პირადად დღეები გავიხალისე ამტანის ფერაცახში და ჩვენ ყველანი გავხალეთ და ეს ძალიან კარგად დამამახსოვრდება და დარწმუნებული ვარ ეს დღეები თითოეულ ჩვენგანს ტკბილ ესე რომ ვიტყვი მოგონებად არჩევ. გვანთა როგორც იცით უკვე მიმდინარეობს კასტინგი ამტანი 2-ისთვის შესარჩევი ტურები დაწყებულია. თქვენ როგორც ერთ-ერთი უკვე ძალიან კომპეტენტური ამ სფეროში რას ურჩევდით თქვენს მიმდევრებს? ჩემს მიმდევრებს ურჩევდი რომ ყოფილიყვნენ ძალიან ამტანები, ყოფილიყვნენ მეგობრულები, აი როგორ ვთქვა, თამაშის წესები არ დავიწყებოდათ, არავითარ შემთხვევაში ლარი არ დაკლებოდათ და რა ვიცი, რას უსურვებდი რომ ყოფილიყვნენ ერთად რა და ძლიერები ყოფილიყვნენ და გამძლეები. და ჩვენი საუბრის ბოლოს მე მინდა კითხოთ ასეთი რამ, ყველა მაყურებელს რა თქმა უნდა, რამდენი მაყურებელიც არის, იმმა ყველას გააჩნია იმდენი აზრი იმასთან დაკავშირებით, ვინ მოიგებს. აი თქვენ როგორც ფერადის სახლის ბინადარი, აი შიგნიდან როგორ გონიათ, ვინ მოიგებს საბოლოო ჯამში? იცით მე ეხლა ვიტყვი რა ვიცი თუ საწყენიერ იქნება სხვისთვის რომ რატომაც გონია რომ სანდრო გაიმარჯვებს იმიტომ რომ ესე მგონია რომ არა ყველა ამტანს აქვს ძალიან ბევრი ენერგია ბევრი ძალები ჩადებული ამტანის ფერაცახში მაგრამ რატომაც გონია რომ სანდროს განსაკუთრებული ენერგია აქვს ჩადებული ფერაცახში და რატომაც გონია რომ სანდრო ალბათ ან ნატა იმიტომ ხომ არა რომ ისინი პირველი დღიდან მოდიან და უკვე მიეჩვენენ იმას რომ არიან ამტანები ესეც რა თქმა უნდა ესეა აუჩ რატომაც გონია ნატა და სანდრო ან პრომეტი სანდრო მგონია რა ვქნა კარგი გვანცა მე უნდა გადმოგცეთ ის საჩუქრები რომლებიც თქვენმა სპონსორებმა დააწესეს თქვენთვის კომპანია მაგთიკომი ჩუქნით 100 ლარის მონო ბარათებს და ასევე ოქროს ნომერს, რომელსაც თქვენ ხოლმე მიგზანდებით მაგთიში და შეარჩევთ თქვენი გემოვნებით. კომპანია Colgate Palmolive-დან ეს დიდი კალათი, ეს არის მათ მიერ გამოშვებული ყველანაირი პროდუქციის 1 წლის მარაგი. ეს ძალიან გააკლდათ იქ და ეხლა შეგიძლიათ დაინახოთ. 7 საათი Palmolive-ის გულით ისაკა გაუჩერო.
ჰიპერმარკეტი Goodwill-ი თქვენი ძალიან ახლო მეგობარი, გერმანული წარმოების ტანის ლოსიონს გჩუქნის, ამასაც აი აქ ძალიან დიდი დავამატებ და მოგზაურთა კლუბისგან გადმოგეცემა 20%-იანი ფასდაკლებით ბარათი, თქვენ ამ შემთხვევაში უკვე მიემგზავრებით უფასოდ, საჩუქარი გაქვთ ასეთი ლაშასგან და სეულასგან და მოგზაურთა კლუბისგან, მაგრამ ეს არის ბარათი, რომელიც არის 20%-იანი ფასდაკლება და როდესაც გადაწყვეტ იმოგზაუროთ მოგზაურთა კლუბის მეშვეობით სოფლიოს ნებისმიერი მიმართულებით გექნებათ ეს ფასდაკლები. უღრმესი მადლობა ყველას. მე მინდა ასე მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ იყავით ერთ-ერთი პირველი ამტანი, პირველი ყველაზე გაბედული ადამიანი 13-თა შორის, ვინც გაბედა და მიიღო მონაწილეობა ამ შოუში. ძალიან დიდი მადლობა ამისთვის და რა თქმა უნდა გისურვებთ წარმატებას. ძალიან დიდი მადლობა თქვენ ყველას და ძალიან დიდი მადლობა ჩემს გულშემატკივრებს, ჩვენს სპონსორებს და ბატონ მამუკას. ძალიან მოგეთხოვთ ბატონო მამუკა. ჩვენ კი კვირის ინფორმატორი კი თქვენს ინფორმირებას რეკლამის შემდეგ განაგრძობთ. შეგახსენებთ თქვენ ახლა ისევ კვირის ინფორმატორს უყურებთ და ტრადიციული ტელეპორტრეტი უნდა წარმოგიდგინოთ იმ ადამიანის შესახებ, რომელსაც ყველანი ძალიან კარგად იცნობთ. ადამიანი, რომელიც ერთნაირი ოსტატობით ფლობს მუსიკალურ ინსტრუმენტს, მხატვრის ფუნჯს და პოეტის კალამს. ადამიანი, რომელიც სარგებლობს საუკეთესო პედაგოგის და საქართველოში ინგლისური ენის უბადლო სპეციალისტის სტატუსით. აქვე იმასაც გეტყვით, რომ ის გახდათ ჩვენი პრეზიდენტის მასწავლებელი, თავისი ცხოვრების განმავლობაში იკავებდა უდიდეს და უმნიშვნელოვანეს თანამდებობებს და ხშირ შემთხვევაში ქმნიდა ამინდს პოლიტიკაში. დღეს მას ხუმრობით მეფის მამას ეძახიან, საკუთარი შვილი კი მას ყველაზე მაგარ ჰიპს უწოდებს. მოკლედ გამოცანა ძალიან მარტივია, თქვენ დღეს ტელეპორტრეტში ბატონ გელა ჩარკვიანს შეხვდებით და მე გვპირდებით, რომ ძალიან ისიამოვნებთ მისი ყურებით. კვირის ინფორმატორი კი აქვე როგორც ყოველთვის საუკეთესო სურვილებით ერთი კვირის გემშვიდობებად. კვირამდე. ცეკას პირველი მდივნის კანდიდ ჩარკვიანის შვილი გელა ჩარკვიანი დღეს ვარდებით დაგონებულ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან მუშაობს. რამდენიმე სისტემა გამოვლილი და ამავე სისტემებში კარგად გარკვეული გელა ჩარკვიანი დღემდე წარმატებით ახერხებს ერთმანეთისგან განსხვავებულ სახელისუფლებო წრეებში საკუთარი ადგილის შენარჩუნებას. პირველი შეხება სისტემასთან მას ჯერ კიდევ ბავშვობაში ჰქონდა. როდესაც კანდიდ ჩარკვიანის შვილობა გელა ჩარკვიანისთვის ერთდროულად ადვილიც იყო და საკმაოდ რთულიც. პირობები კარგი მქონდა. ახლა მაშინ პირობები იშვიათად თვითონს ხდება. ძნელი, იმიტომ რომ რასაკვირველია, ეს პასუხისმგებლობას გვაკისრებდა ერთის მხრივ. თითქოს რაღაც ადამიანები გარშემო მოელოდნენ შენგან რაღაცას, რომ შენ უკეთესი ყოფილიყავი ამ უსულში, თავი ასე უნდა დაგეჭირა. და მესამეც იყო ის, რომ მაინც როცა გიცავენ და დაცვა ყავს გარშემო, ეს ადვილი არ არის ბავშვისთვის. ბავშვისთვის ეს ძნელი გასაგებია. თუ ბავშვისთვის ძნელი გასაგებია, რატო უნდა გერჩოდეს ყველას. უფროსი კანდიდ ჩარკვიანისგან გელა ჩარკვიანს, ისე როგორც მოგვიანებით მის შვილს ირაკლი ჩარკვიანს, არაერთი მნიშვნელოვანი თვისება გამოჰყვა. სამივე თაობას რამდენიმე საინტერესო და ნაცნობი მახასიათებელი აქვს. ერთის გამოკლებით, გელა და ირაკლი ჩარკვიანებისგან განსხვავებით, კანდიდ ჩარკვიანს მუსიკის ნიჭი ნამდვილად არ ჰქონია. მამაჩემი მუშაობდა კომუნისტურ სისტემაში, იყო მარქსისტი, ჰქონდა თავისი ძალიან ისეთი მტკიცე ღირებულებები და არ უღალატია ღირებულებებისათვის. მაგრამ მქონდა მეორე ჩემთან საერთო ესე, მისთვისაც ინტელექტუალური ყოველ შემთხვევაში განვითარება და მუდმივი განვითარება იყო პრინციპი და ის არასდროს არ ღალატობდა ამას. მამაჩემისათვის წიგნი იყო ყველაფერი და ხლამაში ჩვენ საერთოდ ბევრს დახავდით. მამაჩემი თარგმნიდა ჰაინეს მთელი თავის ცხოვრების მანძილზე გერმანულიდან და პოეზია ძალიან უყვარდა. სხვათა შორის ირაკლი ჩარკვიანმა მისი პირველი კლასიკური მოთხრობების კრებული ძველი სათამაშოები სწორედ ბაბუას კანდიდ ჩარკვიანს წააკითხა. რაც შეეხება გელა ჩარკვიანს, საზოგადოებას ჯერ კიდევ კარგად ახსოვს მისი შევარდნაძის მრჩევლად მუშაობის პერიოდი. ეს 1992 წელს დაიწყო და სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლამდე გაგრძელდა. როგორც თავად ამბობს, შევარდნაძის დროს დეკლარირებული ღირებულებები მისთვის მისაღები იყო. იგი ყოველთვის ლიბერალი და დემოკრატი იყო და ასეა დღემდეც. ამიტომაც მის მიმართ დამოკიდებულება მთავრობების ცვლის მიუხედავად მაინც არ იცვლება. შევარდნაძის მრჩევლად მუშაობა მისგან თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადების დაწერით დასრულდა. რასაც წელიწადნახევრის შემდეგ მიხეილ სააკაშვილისგან მოწვევა მოჰყვა. მე მომისვია ბატონო მიხეილ სააკაშვილმა
რომელსაც მე კარგად ვიცნობდი, ეს უნდა თქვა და ძალიან ახლობლადაც მიმაჩნდა ადამიანურადაც და რაც თავარია, ღირებულებრივად მიმაჩნდა ახლობელ ადამიანად, იდეოლოგიურად მიმაჩნდა ძალიან ახლო მდგომ ადამიანად და ეს იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც მე ჩავთვალე საჭირო რომ დაბრუნებულიყავი საჯარო სამსახურში. შევარდნაძესთან 11 წლიანი მუშაობის პერიოდიდან გელა ჩარკვიანს ბევრი უცნაური შემთხვევაც ახსოვს. პრეზიდენტისთვის უნდა მიეცათ ორდენი მაშინ ბუკინგების სასახლეში. და ნუ ისიც თვითონაც ორდენი უნდა მისცეს დედოფალმა. და ილევა დრო და ეს დედოფალი არაფერს ამბობს ორდენის დაუბოს. დამთავრდა ყველაფერი და ორდენი არ მისცეს. და ბატონი ედვარდი გამოვიდა და გაკვირვებულია, ბუნებრივია, როგორც ყველა ალბათ გაკვირვებული იქნებოდა. და როდესაც უკვე დავბრუნდით სასტუმროში, დარეკეს იქიდან, თურმე რა მომხდარა. ყველგან ხდება ასეთი რა. კაცი რომელსაც ეებარა ეს ორდენი, იმან ჩაკეტა ეს სეიფში და წავიდა თურმე და არ არის. ხო, მიდიდა მიეჩი ორდენი. და მოიტანეს ეს ორდენი სასტუმროში. დღეს პოსტ-შევარდნაძისეულ პერიოდში მის მუშაობის რეჟიმი ტრადიციულად საკმაოდ დატვირთულია. გელა ჩარკვიანის ერთი სამუშაო დღე ასე გამოიყურება. თუ მაქვს რაიმე საქმელი პრესისათვის, ბუნებრივია, მაშინ გამოდივარ და ვამბობ პრესისათვის რაღაცას. თუ არა, მე აუარებელს ვკითხულობ, მე პრაქტიკულად ვკითხულობ ყველაფერს აბსოლუტურად, რაც იწერება საქართველოს თაობაზე ყოველ დღე. წარმოიდგინე, ყველა ქვეყანაში. ანუ ეს არის ბუნებრივია ვკითხულობ ქართულსაც, მაგრამ რუსეთი, ეს არის შეერთებული შტატები, ინგლისი, იქნება საფრანგეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი და ყველგან იწერება თქვენ ყოველდღიურად არა. ამიტომ გამოდის ძალიან დიდი რაოდენობით წასაკითხი. ვეცნობი ბუნებრივია იმ დაიჯესტებსაც, რომელიც ტელევიზიებიდან. ისე რომ, დღის განმავლობაში მე მიწევს დაახლოებით 60 გვერდამდე წავიდეთ. ასეთი რეჟიმის გამო გული იმაზეც წყდება, რომ ბევრ ამას ვერ ასწრებს. თუნდაც ბუნებაში გასვლას, განსაკუთრებით კი გაზაფხულზე. ეს სეზონი გელა ჩარკვიანს როგორც აღმოჩნდა, ყველაზე მეტად უყვარს. თუმცა იმ შემთხვევაში, თუ საზღვარგარეთ ყოფნისას თავისუფალი დრო გამოუჩნდა, ამავე დროს სხვების მსგავსად ნამდვილად არ დახარჯავს ცნობილ მუზეუმებში, რადგან კედლებში გამოკეტილი ისტორიის გარდა მისთვის უფრო საინტერესო რამეებიც არსებობს. მე უფრო წავიდოდი ქუჩაში, სკოლისა ქუჩასაც ბევრი ხალხია. და დავაკვირდებოდი ადამიანებს, დავაკვირდებოდი როგორ დადიან, რა გუნებაზე არიან, ესე იგი, რაზე ოცნებობენ თუ კი შემიძლია მათი თვალებით ესე იგი განსაჯო ამის თაობაზე. და შევიდოდი კიდევ პატარა რომელიმე ისეთ კაფეში, სადაც აგრეთვე არის ხალხი და დავაკვირდებოდი უბრალოდ მეტი არაფერი. იმიტომ რომ ეს მომცემდა გასილებით მეც, ვიდრე თქვა ვინმეს მიერ ახსნილი ისტორია. ამ ყველაფრის გარდა გელა ჩარკვიანისთვის მუსიკა, უფრო ზუსტად კი ჯაზი, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სფეროა. ცნობილ ჯაზმენებთან შეხვედრისა და მათივე კონცერტების გარდა მას რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრაც კარგად ახსოვს. წარმოიდგინეთ ბენი გუდმანის ჩამოსვლა რა იქნებოდა თბილისში. ეს ხდებოდა სპორტის სასახლეში. ეს ალბათ ყველაზე დიდი საბეჭდილება, იმიტომ რომ მას შემდეგ მე ბევრი მინახავს და ამერიკაში დავსწრები ჯაზის კონცერტებს, დავსწრები ჯემს შეშენებს, სადაც როიალთან ვიდექი უბრალოდ და ესე უყურებდი საკმაოდ ცნობილ პიანისტების დაკვრას. მაგრამ ალბათ ბენი გუდმანი იყო პირველი, იმიტომ რომ ბენი გუდმანის ჯაზი იმ შემთხვევაში ამერიკელებმა როგორ გააკეთეს ისიც მათ რაღაც ნაკრები ჩამოიყვანეს. ეს არ იყო უბრალოდ ბენი გუდმანი, იქ იყო უდიდესი მუსიკოსები ამერიკის. ყველა. და ხო ჩვენ საკმაოდ კარგად ვიცოდით ეს ხალხი. და იმან წარმოდგენა არ ქონდათ რომ ჩვენ შეიძლებოდა ეს ვცოდნოთ. ხო და ეს მახსოვს კი ეს როცა ჩვენ დავხვდით თვითნავთან გიგა ჩიჩილაძე იყო მათ შორის და ჩვენ არ გუდმანს კი არ დავხვდით. მეორე ტრაპთან მივედით, გიგა ჩიჩილაძე განსაკუთრებით მივიდა და იქ უნდა ჩამოსულიყო ვიქტორ ფელდმანი, რომელიც იყო ძალიან ცნობილი ვიბრაფონის დამკვრელი და რომ ჩამოვიდა ფელდმანი, იმასთან მივედი. ფელდმანი გვიყურებს ესე და მე არა ვარ გუდმანიო. ვიცით თუ ჩვენ ხართ თქვენ ფელდმანი ხართ და ის შეხვდა თქვენ და ებრაელები ხართ. ესე იგი იმიტომ ხდებითო მეო. როცა პირველად ჯაზი მოისმინა, საკმაოდ ძლიერი რეაქცია ჰქონდა. ეს უკვე სტალინის გარდაცვალების შემდეგ მოხდა, რადგან მანამდე აკრძალულ მუსიკასთან ნებისმიერი ფორმით შეხება სასტიკად ისჯებოდა. მოგვიანებით გელა ჩარკვიანმა ჯაზის ჰარმონიაც ისწავლა და შესრულებაც დაიწყო.
დავიწყე შეგროვება რაღაც ხალხისა და აი სადღაც მიკიდია კიდეც ჩემი პირველი ორკესტრის სურათი ეს ძალიან სასაცილო უნდა იყოს ეს მოსკოვში ბავშვი ვიყავი სულ და შევაგროვე ვისაც რაღაც შეეძლო და იცით იმაზე პიონერების იყო დოლი იმაზე უკრავდა ჩემი პერკაშენისტი რამდენიმე თვის წინ მსმენელმა გელა ჩარკვიანის 10 კომპოზიციისგან შემდგარი დისკიც მიიღო, რომელიც მართალია არ განეკუთვნება წმინდა ჯაზის კატეგორიას, თუმცა მასში საკმარისადაა ჯაზის ელემენტები. ადამიანი არის ჯამი რაღაც გამოცდილებისა, მთელი ცხოვრების გამოცდილებისა. და ეს მისი ჯამი ამ ცხოვრების გამოცდილებისა შეიძლება გამოიყენოს მუსიკაში. და ეს ალბათ ამაში ყველაფერია ეს რაღაც ანდერსენის ზღაპრებიდან როსაც გიყვებოდნენ ალბათ რაც დანახი გაქვს რაღაც პეიზაჟები გაქვს დანახი არ ვიცი ხალხი ყავს დანახი და ეს ყველაფერი მინდოდა რაღაც მუსიკალურად ამეწა და მიზანი ყოველთვის კონტროლდებოდი ფორტეპიანოსთან რომ რაღაცა სახასიათო ყოფილიყო ყველა პიესას უნდა ხასიათი ну რაღაცნაირად ამას მივახსენებთ ნაკლებად ჯერ კიდევ 1973 წელს გელა ჩარკვიანმა როკ ოპერაც დაწერა 32 წლის შემდეგ ანუ დღეს უკვე მის დამუშავება ადაპტაციაზე ფიქრობს ამობს რომ შესაძლოა ეს პროექტი საინტერესო გამოვიდეს თუ კი ვინმეს მისი დაფინანსება მოუნდება ამის გარდა გელა ჩარკვიანი მემუარების წერაზეც აპირებს ჩაფიქრებას